დილამშვიდობის. დილის მადლი შეგეწიოთ, რო არის ხო? ეგრე იყოს. ეს არის ჩემი ახალი ტაპუჩკები. ჩემ ძალმა მომცა და მითხრა მაინც კარგად ისკენი. ეს არ ხმარობ ხოლმე. ზია ამას ხმარობ. გადავარდა. აი რომ ტყელ ფეხზე გავხდელად. ირაცხება ქათქათდება, არაფერი ამას არ მოსდის. აი მექსნახი. ცისფერის ლაქა დარჩენია იმის საპნის. ნეტო კუკუ, გადაფიქარეცხი. აუშ, ცისფერი უხდება. ეს ყველა გავრეცხე, აი ეს ბარფის საპნს რო ეძახიან, დიდები როა ეგ, მაგით. და რა გააფიქინა. ხოდა წინაზე რომ ის გავაკეთე ხო იცით წიწაკა. ეხა მაგ წიწაკას ვადუღებ. შეიძლება გესმით კიდეც ხმა დაბალ ცეცხლზე ძალიან 2-1 წამი. ეს პანკებს ჩავასხა. ბანკებში ჩავასხა და ისე შევინახოთ, რომ ხა იმდენად ხა ძალიან ბევრიც არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სწრაფად არ ვიჭამია, ხო მე ვჭამ ბავშვებს დისთან არ ცოტას. ხოდა ეს ამისებია როგორც მახსოვს. არ მახსოვს რომელი რომ ეს ჭყურიალები რომელიც იქნება. ეს ვაშკოლებიანი საერთოდ. ეს სერიფერი ამისი იქნება და ქათქათა თეთრი ამისი. ხოდა ხა მაგას წამოვადუღებ და შევწყვეტ კიდე ხორცს. გუშინ დავაწვე. რაღაცა უნდა მეთქვა გუში მეთქი რა თქვი გუში. შაურმის ხორცი მოვიტანე. წინაზეც მოვიტანე. შაურმის ხორცი ხო იცით რაც არის. ზედიმაზე ასხმული რო რჩება ერთი ამ სისქეზე. მე მაგას იხსნიან. ოღონდ ისე კი არა რომ კაცის და არ ვიცი რა ხორცი არა. ახლობელი ადამიანის რო აზრზე ხარო იმ დღის არის. ეგ ხორცი მქონდა და შევწვი ისეთი გემრიელი იყო და წინაზე მაგით გავაკეთე соуსი. ეგ ხორცი არის უკვე მზადებული, ჩასუნელებული და რაღაცა უგემრიელესი соуსი გამოვიდა. ეხა შევწოვ მაგას დღეს ხორცს. და მაკარონი არის. შესაბამისად დღეს ეყოფა და ხვალიდან უკვე სახლში ვარ და ხვალიდელზე ხვალ ვიფიქროთ. ხვალე მაქვს ნინოს პროექტი გასაკეთებელი. მშობლები ვაკეთებთ. პარასკევს მივდივართ წყაროцелში. ეხლა მე მეორე პარასკევი მეგონა და აუ რა მაგარია მთელი კვირა წინ მაქვს. ხვალინდელი დღე მაქვს მარტო რომ დასახატები დავხატო. მოსაძიებელი ინფორმაციები მშობლებს აქვთ თვითონ. ხოდა ეხლა დღეს მივწერაც მოიძიეს იმენს და მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩანახატი რომ მე მშობლებმა წარვადგინოთ ეს და ძალიან კაი პროექტი იქნება რა თქმა უნდა. ხოდა ხვალინდელი დღე მაქვს მაგისტვის რა. მაგრამ თან ხვალე ბარბარენი მყავს ბაზრობაზე. და მინდა ნინოსთვისაც ფეხზე ვიყიდო რომ რაცაცვია ეხდება ნუ რაღაც და აი ესე მოვიდა და ზეგისთვის რამე ისეთი ვიყიდო რომ ჩაიცვას კომფორტულად ტყეში რამე ტაპკი კეტი რაღაც. ნინოს წაყვანა სავალდებულო არ არის ბაზრობაზე, იმიტომ რომ მიმაქვს სუპინატორი, რომელიც ნინოსთვის არის სპეციალურად შექმნილი.
სპეცუბინად. მაგაზე არ ბახსოვს 2 წლის მერე უნდა მივიყვანო მე მგონი სუპინატორზე რომ ახლები ვუყიდო 250 თუ 280 ლარი მივეცი თუ 310 310 თავის დიაგნოსტიკიან ყველაფრიანად ვაიმე მამალო უკვე მამალო მართლა დღეს ჩახუხბილი მაქვს ხალხო ვიდე თანექსეთ კაჭირდება რაშიც გაზის და ეგ უფუნქციო მამალია მარტო ყვირის იმდენად გაგვაღვიძა უკვე თელეგამეა რომ უკვე ყვირებია სულ გვიძა ნინო რუახალი იოანეც გააღვიძე რა ოღონდ არ მახსოვს დღეს აქ თუ არა ის კითხე გაიგე ანუ ჯერ კითხე გაგაღვიძო თუ არა თქვა ერეკა არა დღეს აქ იმიტომ რომ გუშინ სწავლობდა დღეს რა დღეა შაბათი დღეს სკოლაში თუ მიდიხარ ადექი თქო პრინციპში დაანებე თავი ჯერ თხოისა 15 წუთია შენ თავს მიხედე მე იმას ვიზავ ჯერ ადრეა აი ამებს ყოველთვის ესე ბოლომდე გავქაჩავ ხოლმე და ვიტან ხოლმე აი აქეთ გვერდზე ეს ამებს დავაფრიალო საერთოდ მანქანაში მეშინია ხოლმე ესეთი რაღაცების გარეცხვა იმიტომ რომ დაი რაღაცნაირად 95% მგონია რომ იქიდან უნდა ნაწილი გამოვიყო იმიტომ რომ ზუსტად ერთხელ გავრეცხე და აი ეგრე გამოვიღე ნამდვილად არ მეგონა რომ აი ეს მარტივ მომრავლებლად დაიშლებოდა ფეხსაცმელი გუში საღამოთი რომ მოველი ეგ ხორცი რომ შევწვი ძალიან ცოტა შევჭამე ან რამდენი დღე 1-6 დღეა მაგ დროს აღარ მიჭამია და ძალიან კომფორტულად ვწნობ თავს და შიგადაშიგ ვიცი რომ უნდა დაირღვეს ეგ ამიტომ გუში მივასიკვდილე და მივარღვიე ეხა კიდე ერთი ამაგრენი დღე პატიოსნად მოვიქცე სინამდვილე რომ გითხრათ ის საერთოდ არ მინდოდა რომ მეჭამა მაგრამ რაღაცომღაც მინდოდა რომ მეჭამა და შევჭამე და მე არაკომფორტულად ვიგრძენი თავი არადა ძალიან ცოტა რო იცოდეთ რა სუნში ვზივარ ეხლა დუხს აჯიკა ის მწვანე და სუნი აქვს ძალიან დაბალზე დუხს ეხლა მაგას გადამოვდება და სანამ ხორცი შეიწვა მაგას ჩავასხა და ზუსტად 1 საათში უნდა გავიდე არ ვიცი მანდ რამდენად ეტყობა მაგრამ ფითქინა თეთრი და ფითქინა ცისფერია კაცი თვითონ აბა დაიც შევადარებ შვენი ბეთაკაც ყოველ დღე არ ვეცხავ ამას ეს ხშირად მაცვია ხოლმე და კარგად გაწმენდას ჩოტკით და კაფით იტანს მიუხედავად იმისა რომ ეს არის ნაჭერი არ ვიცი რაღაც აბრეშუმის იმას გავს ბავშვობაში მქონდა აბრეშუმის ძაფი გქონდა ხის აი სერიფერი იყო რაღაცნაირი რაღაცად განახდა ის აი ესეთი ხისფერი ხო და მახსოვს მაგით თოჯინას უკეთებდი ხოლმე თმებს თალი ერთმანეთზე გადაგრეხილი და რომ გავხსნიდი სულიად ხუჭუჭა იყო ხოლმე ის თოჯინა და ძალიან ამაზე თან მართლა აბრეშუმი იყო ეხა ვერ იშოვდა კი არა მაგარც ოკაზე ვთქვი ამას წინათ რომ კათმებს დაუდგი ერთი ჩემი იაპონკა არ მომწონდა რაღაცნაირად
ნისკარტის გარშემო, აი როგორც გაუხმეს რა, აი ტვინტლიანი ბავშვით იყო. ხო და ეს რაღაცა სუნიც არ მომწონდა თითქოს რა, და ვუსუფთავებდი, თბილი წყლით მოვუსუფთავებდი ხოლმე რაღაცა და ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. მე მაგაც ორკიანი წყალით დავუსახენი, კარგად გავუსუფთავებდი. რაღაცა ჰქონდა ნისკარტსა და იმას შორის, ჯიჯლიბოს შორის. და ისე კარგად გამოუსუფთავე რა რაღაცა და მე მაგიანი წყალი დაუდგი და რო ყოფს თავს დასალევად, ხო, ამ ადგილს აწყობს და მოუშუშდა. ანუ მაგის გამო იყო რომ რაღაცა ვერ მოის და სადიშოვეო მაგან ცურკაო და მაგ ვიდეოში ვთქვი რომ მაქვს ძალიან მცირე რაოდენობით. ეს არის ლაშას პაპა ბაბუის დროინდელი მაგან ცურკა. რომელსაც ვიყენებდი ბავშვებისთვის დასაბანათაც და ის რაღაცებისთვის რაც საჭიროა და იდეის გამო არის შოვება, აი დეგენერატი ნარკომანების გამო რომ მაგით რაღაცას აკეთებდნენ, თუ აკეთებდნენ, მე რა ვიცი. რა აკრძალეს? რას ამფიხა იმის მერე გაუჭირდა სხვა რამის ძებნა. და იმის გამო, ვისაც გჭირდება ეგეთი რაღაცები, ვეღარ ვშოულობ და ვეღარ ყიდულობ. მე ხარ რა ვიცი, ამიხანი მეყობა ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს. ძალიან ელემენტარული ცოტა უნდა იგისებაც. ძველ ხალხს უფრო ექნება შემონახული. ვარსკვლავებიანი. გუშინინდა და მეორე ვიდეოს ჩაწეროთ, მაგრამ ვერ მოვახერხე რა და. არა და მინდა ისევ იმ თემას შევეხო, რამდენიმე დღის წინ რომ მქონდა მსგავსი ვიდეო და ეხლა ის საკმაოდ მძაფრად მინდა შევეხო. იმიტომ რომ ამ პერიოდში, ძირითადად ამ პერიოდში ეგ ძალიან აქტუალური თემაა და ტრადიცია, ლამაზი თუ საზიზღარი ვილაპარაკოთ. ჩემთვის საზიზღარი წესჩვეულება, რომელიც მშობლებმა დავაწესეთ. დუღილეს ხმარდეს როგორ ჭუპჭუპებს. აი ეს რა კაი გამოგონება არის, რომ აქეთ-იქით აღარ გადაიწიოს ენა. ხშირ შემთხვევაში ამას რო ვაკეთებ ხოლმე, მე მაგაზში არ ვუყრი და ეხლა რატომაც არ გიბრუნდება არც და არც უკ. გახსოვთ მაგნოლიები რომ მქონდა, მაგნოლიებს რო ეძახ. იმიტომ რომ აი უკან ზუსტად ესე ხონდა, უბრალოდ თვლებივით რაღაცა და წინაც. და ისე მაგნოლიაში ვიცვებდი ხოლმე. რესტორან მაგნოლიაში ვიცვებდი, ერქვა მაგნოლიები. პიცოლაჩევა მაჩუკა ისი. ძალიან მაგრად გამოიყენი წლები. კინაღა 10 წლეულიც კი. დღეს კი გუში ნამაგარი იყო იქ რომ ვიბანავე რომ მოვედი აი დაღლა მარშრუტკაში ქონა გამოცვლილი სრულიად დასვენებული მოვედი სახლში ერთი მესამე ზავთ გავხო ой შამპუნი უნდა ჩავასხო პატარა ბოთლით მაქვს ხოლმე შამპუნი თუ შამპუნი რა ვიდას ეძახით მე შამპუნს ვეძახ
ეხლა უზიოდ ვფიქრობ ხვალ ბაზრობაზე რაღაცა უნდა მეყიდა კიდე ჩემთვის და ვერ ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ საერთოდ. ბარბარე უნდა წავიყვანო სპორტულობი უყიდო. დაბადების დღის ფულით ვიდრეც გონდა მარინე ბაბამაც აჩუქა და სპორტულები მინდა ვუყიდო. ისეთი რომ იხმაროს და ექსკურსიაზე ჩაიცვას და ნახოთ ფეხსაცმელებს ამერად გავქაჩაული ესეს. რა მაგარია ხოლმე მოურიო წამი ძალა უარ დაეკარგა ცოტა ისავქენი დაღერგილი წა გამყავი კიდე. რაღაცა უნდა მithქვა რა მაგარია თქო და დამოვიწყდა. ხო, აი გამახსენდა. ისა 10-ია ხო დღეს 11. აი უკვე რო ნახევარ თვეზე რომ მივა და იცი რომ ხელფასის დღე. ხელფასის დღე ძალიან ახლოა. ხო, დღეს რო წელს ამ თვეში რო ხელფასს ავიღებ. ამ ტელეფონის ვალს გადავიხდი, ლაშასთან რო ბავს, ტელეფონის ვალი გადავიხდი. აი ხო ჯობდა? რო ისა სესხი აიღო ქმრისგან. და იქ განვადებაში პროცენტები არის. იმედია პროცენტს არ მომთხოვს. ხო და რა ვიცი. ენელა დავიწყოთ. რა ვიცი, როდის მოიცლის ლაშამ. თვის არ ვიცი ის მასწავლებლები როდენდი არიან ხოლმე არ მახსოვს. რომ სავარაუდოდ ჩვენი ოთახის რემონტს დავიწყებთ და მე ხო თქვი რომ თურქეთიდან რომ ჩამოვალ მეთქი მე კიდე იმისთვის დავიწყებ ფულის მოგროვებას რომ რემონტი რომ დამთავრდება მინდა რომ საძინებელი ვიყიდო ოღონდ მეორადი იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარისხისები ახალში კიდე მაგფას მისცემ და შეიძლება სანამ გაიღვიძე პრუჟინა თავში შეეჭოს ბარბარე უკვე გადის დღეს დამრიგებლის დაბადების დღე აქვს და ბავშვები წყობენ სიურპრიზს რის ნახევარია უნდა გავიდეს გაფრთხილებულია მანდატური გაფრთხილებულია სკოლის დარაჯი უნდა ჩავიდნენ სკოლაში დილა ადრიანი ეგეთ რაღაცებში მანდატურებიც და ის ყველა უწყობს ხელს რომ მსგავსი სიურპრიზები გააკეთო ხოლმე და ტორტი ეს სასროლის ბუშტები და მოუწყონ ელის მასწავლებელი ბარბარეს ხო ბარბარე გადაიმედეთ რა მეინტერესებს ბევრი რაკურსით გადაიმედეთ ეხლა რითი მიდიხარ შენ? არიელა ჩამოივლის? რომელ საათზე? არ დაგავიწყდეს რა გადაიღეთ. ნინო გავაღვიძე, ის არის ჩავა, ჩასული იქნება უკვე. აჰა. ესეც ესე. ხალხი და ჯამაათ. მე დავიწყებ ხორცის შეწვას და კიდე რას რა ვთქვი რომ ნახო ისინი ჩავალ სხვა ბანკებში წყალი უნდა წავიღო იქ არის ჭისწყალი ხალხმა ერთი თუ დავლიე მერე ბოლო მეღება ხოლმე გუშინე და ბექა რატო კნავის აღარ შეგვეძლო იმდენი გქონდა დალეული ეს წყალი ერთი თუ დალია იმან და გაგ დამთავრებული რაღაცა თევზიში გავსინჯეთ გუშინ და ძალიან მაგარი მარილიანი იყო და მლაშე კი არ იყო აი გემრიელი იყო რა ხო და მე ბოლო მოგვეღო რომ დავდიოდი ეს ლულაყლაყებდი ბარბარე კარი გამოხურე რა
აუცილებლად ვიდეოები გადაიღეთ. და ისა მე ლამაზი მას ავაწყობ თუ გინდათ. მე მინდა ყოველ შემთხვევაში. თქვენც კი შეგიძლიათ, მაგრამ მეც მინდა. ელიზომას გილოცავთ. მე 5 კლასიდან მოდიშან ერთად და ძალიან რაღაცა ცივი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან. ძალიან დაქალუთ მაკაცური თავიდან ძალიან აბრაზებდნენ ხოლმე და ეხაც აბრაზებენ ხოლმე შიგადაში, მაგრამ ახლა უკვე როდი გაიზარდნენ და რაღაცა დამოკიდებულება რაღაცანაირი აქვს. კაია. ეგეთი ურთიერთობა ყოველთვის პატივისცემას იმსახურებს. წავედი ხარ? კაი დღეს გისურვებთ, აბაჰი და აბაჰო, მაგრათა ცხება, მაგრამ ძალიან მაგარია, როდესაც ზუსტად აი ზენიტში რო ამზე, მაგ დროს მე კარგად გემრიელად სიგრილეში ვაწყალთ. დროებით ხალხნებო, აბა თქვენიც დაგყავათ აღვარი და მივხედოთ.